გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს ფინეთის გამორჩეული მუსიკოსი, კომპოზიტორი და აკორდეონისტი ანე მარი კივიმაკი საკუთარ ანსამბლთან ერთად ეწვია. შეხვედრა ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის დეკანმა ზურაბ წკრიელაშვილმა გახსნა და მუსიკოსებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქართული და ფინური ტრადიციული მუსიკის შესახებ. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანობის ნიმუშები წარმოადგინეს. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დამსწრეს საზოგადოებას ფინური მუსიკის სასიმღერო და ინსტრუმენტული შესრულების ტრადიციები გააცნეს. ღონისძიებას გალობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ანე მარი კივიმაკი ფლობს ფოლკლორული მუსიკის მთავარ ჯილდოს ეთნოემას. ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს უნივერსიტეტში. გვეწვია ცნობილი ფინელი მუსიკოსი, ფოლკლორისტი, კომპოზიტორი ანა მარი კივიმაკი, რომელიც თავის ანსამბლთან ერთად გვესტუმრა ჩვენს უნივერსიტეტში და გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი შეხვედრა საღამო მოვაწყოთ, სადაც ერთმანეთს გაუზიარებთ ჩვენი ტრადიციული მუსიკის შესახებ ინფორმაციას. ისინი წარმოადგენენ თავიანთ ხელოვნებას, შეასრულებენ თავიანთ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე, მათ შორის არის გამორჩეული აკორდეონი, რომელიც გარკვეული მსგავსებაა ქართულ ინსტრუმენტთან, ქართულ გარმონთან და ამ მხრივ მოხდება ერთობლივი ეს მუსიცირების ტრადიციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. This is our first time when we are in პირველად ვართ საქართველოში. ეს ჩემი მეგობრის იდეა იყო და მისი წყალობით ჩამოვედით. მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით ანსამბლ მარგალიტის წევრებს. გვქონდა ერთობლივი რეპეტიცია და ერთად შევასრულეთ ქართული და ფინური სიმღერები. ეს იყო საოცარი გამოცდილება და ჩვენი პირველი შეხება ქართულ მუსიკასთან. ვფიქრობ, ერთობლივი კონცერტისთვის საინტერესო ნომერი გამოვა. გარდა ამისა, ანსამბლ დიდგორთან ერთად კონცერტიც გავმართეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებაში სტუმრობა და ჩვენი გამოცდილების გაზიარება გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ვიხარია, რომ საქართველოში ასეთი დაწესებულება არსებობს.